რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დრონებითა და რაკეტებით კვლავ მიაქვთ იერიში უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე. რეგიონული ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. დაზიანდა რამდენიმე სახლი და ბიზნესი. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ აქრობენ ხანძარს მეხანძრეები, ექიმები კი დაშავებულებს ეხმარებიან. გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკში დრონით განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ხანდაზმული ქალი დაშავდა. ჩვენ კრამატორსკში ვართ, სადაც დრონებით დაესხნენ თავს. იერიში მაღალსართულიან შენობასთან ახლოს მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით არიან დაშავებულები. ექიმებმა დახმარება გაუწიეს ხანდაზმულ ქალს. ამჟამად ოფიცრები ამ შენობაში ბინებს ათვალიერებენ და სახლებში ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ. შემოწმება გრძელდება. საგამოძიებო ჯგუფები და ექსპერტთა შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ. უკრაინის დასავლეთით კი ხმელნიცკის რეგიონში 3 ადამიანი დაშავდა. რეგიონული გუბერნატორის ინფორმაციით განადგურდა სამკერვალო ფაბრიკა, დაზიანდა ბენზინგასამართ სადგური და ავტომობილები. ასევე ჩაიმსხვრა რამდენიმე სახლის ფანჯრის მინები. რეგიონული ხელმძღვანელის ნატალია ზაბოლოტნას თქმით, ვინიციის რეგიონში რუსულმა დრონებმა სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა დააზიანა. მათ შორის 30 საცხოვრებელი შენობა. დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით 415 დრონი და სატყუარა, ასევე 42 ფრთოსანი და ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ანგარიშის თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალებმა 386 დრონი და 27 ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს. ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმსა და შავი ზღვის ტერიტორიებზე 122 უკრაინული დრონი გაანადგურეს.